მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ გავაკეთოთ გაშლა ახალი პარტნიორი. მე მაჩუკეს ახალი დასდა ჩემო მოსწავლე მაჩუკა. Grand Look ჩირომარჩეთის ძალიან მიყვარს ჩირომარჩეთის დასდები, აი მენა ჩემი ფავორიტი არის. და დღეს რატომღაც აი მომივიდა ეგეთი სურვილი ახალი დასდა, ახალი ენერგია და ნახოთ ახლა ახალი პარტნიორი, იმიტომ რომ დიდი ხანია უკვე მთხოვენ ახალ პარტნიორზე და ნუ კაი ხანი არ გამიკეთებია და გავაკეთოთ, ხო? ჯერ ვნახოთ ჩვენ სიგნიფიკაცია, ხო? ანუ ვისთვის ეხლა რა ენერგიებში ხარ, თქვენ რო იცოდეთ, რომ ეს თქვენზეა საუბარი. იმიტომ რომ ახალი პარტნიორი შეიძლება ბევრი ცხოვრებაში შემოდის, მაგრამ ეს ახალი შეიძლება იყოს როგორ იცით, ნუ შეიძლება თქვათ მიმოწერა გაქვთ ინტერნეტში, ხო, დავუშვათ, აი ვის გამოადგება. შეიძლება სადმე გაიცანით ადამიანი, თქვათ ისე და სამსახური, რა ვიცი, მეგობრებთან. შეიძლება ნახოთ ჩვენ ახლა აქ რა დონეს გვაჩვენებენ უკვე ამ ახალ პარტნიორთან ურთიერთობა, შეიძლება მიმოწერა გაქვთ, ნუ აი ეგეთი რაღაცა რა. და რო უფრო გვეტყვის ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისთვის უფრო არის, მაგრამ სიგნიფიკაცია ვნახოთ ჯერჯერობით, აბა რას გვეტყვის. так, თქვენ ეხლა. ну, ნახეთ ახლა პრინციპში ეგრევე იმ წუთში გამოვიდა პენტაკლების დედოფალი, რომელიც ახლა რაღაცას აწყობს გეგმებს, სხვათა შორის როგორ ხართ, იცით, აი მართლა შეიძლება даже არჩევანის წინ გახართ, იმიტომ რომ ფიქრობთ, რომ თუ დაუშვათ და ავიღოთ ეგრევე მაჩვენებს აქ რას, იცით, რომ არჩევანი რა, ანუ არ ვიცი, даже ეგრევე შემიძლია თქვა, რომ აქ რაღაც ახალზე, იმიტომ რომ როცა ნახეთ აქ კარტებიდან არის რაღაც აშენებული სახლი, ხო? ეს არის როცა არ არის ჯერჯერობით მყარე რაღაცა, ხო? ეს მყარე შენობა ხო არ არის და ამიტომ შეიძლება თქვენ ხართ აი აქ იმ ფიქრებში, სად წავა ეს რაღაც ურთიერთობა, ხო? აქ იმიტომ თქვი რომ შეიძლება ინტერნეტ გაცნობილიც ხარ დაუშვათ, ну ან ჯერ როგორ არის, იცით, ანუ კიდე ნახეთ აქ როგორი სიტუაცია შეიძლება იყოს ვისთვის. დაუშვათ თქვენ დიდი ხანია არ გქონდათ ურთიერთობა და შეიძლება თქვათ რამე ურთიერთობის თქვათ ან განკორწინება იყო, ან დაუშვათ ახლა მართლა გამოხვიდეთ ურთიერთობიდან, რომელიც იყო მტკივნეული და თქვენ დიდი ხანია შეიძლება ფიქრობდეთ საერთოდ მინდა არ მინდა ურთიერთობა და ეხლაც აი ბოლომდე არ ხართ თქვა დარწმუნებული რა, იმიტომ რომ უფრო ხართ გადასულეს თქვენს საქმიანობას, აი საქმეებს ვაკეთებ, მირჩევნია კარიერა ავაშენო, მირჩევნია წინსვლა მქონდეს, ხო რაღაცა გეგმები გაქვთ და ანუ სიყვარულის თემა არის თქვენთვის, ну ისე რა, ასე ვთქვათ, მაგრამ 7-იანი თასების ეს არის უკვე როცა ადამიანი ფიქრობს, გაიგეთ, ანუ ვარაუდობს, ანუ არჩევანს აკეთებს, სხვათა შორის მე ხო გითხარით თქვენ რომ გაკვეთილებს ჩავწერ და ჩაგიწერ და აუცილებლად ეხლა ჩვენ შაბათობით ხო ვთქვით, ეხლა ცოტა ერთი წამით რომ მე ჩაგიწერთ ხოლმე ასე საუბარი ჩვენი, ხო, რაღაცა თემებზე, მაგრამ როგორც გითხარით, რაღაც ისეთი შემემთხვა, რომ ჯერ სახეთ ვერ გამოვალ. ხო და ანუ ძალიან მწარედ წავიკეცი შემიძლია გითხრათ. ახლა რა მაგ დასამალი თქვენთან და ამიტომ ჯერჯერობით ასეთი ფორმატი იქნება და პლუს უბრალოდ გაკვეთილებსაც ჩავწერ ისეთ, ну, თემებზე საინტერესო იმათის, ვისაც უყვარს ტარო, ვინც შეიძლება თვითონ მუშაობს, ან ვინც სწავლობს, ну, უფრო ძირითადად რა თქმა უნდა ეს იქნება ჩემი მოსწავლეებისთვის. ხო და ამიტომ აქ არის ზუსტად ეს მომენტი, როცა უკვე კი, რაღაცა ისეთი ეტაპი გაქვთ რა. შეიძლება ზოგს საერთოდ უკვე აღარც ქონდა იმისი იმედი, რომ რაღაცა დაუშვათ ჩემ ცხოვრებაში, ან ვინმე შემოვა. ну, არ გამოვრიცხავ, იცით, როგორი თემა არის, როცა უკვე ადამიანი აქ ხარ, პენტაკლების დედოფალს, რა თქმა უნდა, მაგისტრის არის მნიშვნელოვანი ოჯახი, მნიშვნელოვანი რომ გქონდეს, ну, ან ყავდეს თავისი პარტნიორი, თქვა დაუშვათ მუდმივი რა. მზრუნველია ძალიან ეს პენტაკლების დედოფალი, აი მზრუნველი, ისეთი მზრუნველი, რომელიც აი რაღაცა უნდა გაუკეთო, რაღაცა უნდა, აი საჭმელი სასმელი ხო ხედავთ აქ რაღაცას ძერწავს ეს ქალი და ამიტომ
აი აქ თითქოს даже შემიძლია თქვა, რომ ადამიანს უკვე იმედიც აღარ აქვს, რომ თქვათ მე შევძლებ, რომ ოჯახის შექმნა ან საერთოდ ურთიერთობა არ გამოვრიცხავ, ან ისეც გითხარით რა, ესეც გაითვალისწინეთ, რომ ადამიანი გამოვიდა ძალიან მტკივნეული ურთიერთობიდან. ესეც არის აქ რა. ან არის ურთიერთობაში, სადაც თქვათ, ეხლა არ უხარია, მოდით ასე ვთქვა და პრინციპში ეხლა ცოტა ისეთი ენერგიები კიდე კი განულება, კი ბატონო, განულება. კი, უფრო ის რაც გითხარით რა, რომ ისე და ეს შეტყობინებაც რომ მოვიდა, თვითონაც ეხლა არ იცის, თქვათ, მინდა ეს, მჭირდება, არ მჭირდება, აი ეგეთი რაღაცები მოდის რა, ანუ არც ვიცი ვაფშე სად მიმიყვანს, მაგრამ იმასაც გრძნობს, რომ რაღაცა, იცით როგორ არის, ზოგისთვის даже შემიძლია გითხრათ, ეს გამოჩენა თქვათ რა, აი აქ ახალი ვიღაცის აი წერილიც ნახეთ გაჩვენეს უკვე. არის როგორ აი თითქოს ცვლის რაღაცა შეცვალა რა მის ცხოვრებაში, ანუ შეიძლება ან იმედი მიეცა, რომ რაღაცა თქვათ მეც აღარც მეგონა უკვე თუ დაუშვით საერთოდ ვინმეს გავიცნობ, მაგრამ აი თითქოს რაღაცა იმედი მიეცა რა. იმიტომ რომ თან კიდე ნახეთ რა ხდება, აქ შეიძლება იყოს ისეთი მომენტი, საჯაროში სულ ყოველთვის შეიძლება და ან იქნება რა, იმიტომ რომ ეს არ არის ერთი ადამიანის გაშლა. ხო და ამიტომ ახლა აქ არის მომენტი, როცა შეიძლება აი даже გაუკვირდა, გაიგეთ, რომ აი მართლა შეიძლება აი როგორც თქვათ ის რა ქვია, ელდასავით რა, აი ახალ ენერგიებში თითქოს გადაიყვანა ეს ქალი. თუ იცანით თქვენი სიგნიფიკაცია, მოდით ვნახოთ, ხო, აქ რაღაცა ძალიან შრომელი გოგო არის, მაგრამ თითქოს რაღაცა რთული პერიოდი მთავრდება და მოდის თქვენ ცხოვრებაშიც რაღაცა სიახლე და ნახოთ, აბა ჩვენ ახლა ახალი დასტა რას გვეტყვის ჩვენ. ამას ავიღებ. და აქ რამდენიმე როგორც ყოველთვის გითხრა მაქვს. და ნახოთ, ახლა თუ იცანით, აქაც პენტაკლების დედოფალი ნახეთ, ანუ სწორედ. ესე იგი რაღაცა ხდება გოგოებო, რაღაცა ხდება, შეიძლება არსებობდეთ. სრულიად მოულოდნელად სხვათა შორის შეიძლება შემოვიდა ეს ადამიანი. კიდე შემიძლია თქვა, რომ პენტაკლების დედოფალი, ანუ შეიძლება ხართ ჯერ ურთიერთობაში. ამასაც არ გამოვრიცხავთ, იმიტომ რომ ეს არის მაინც საჯარო გაშლა, გაიგეთ, უბრალოდ ფიქრობთ, ვარაუდობთ. ანუ რა გზა ავერჩიო, ხო? ანუ რა ვქნა, შეიძლება ურთიერთობაშიც რომელშიც ხართ, ახლა არის თავისი მომენტები, რომ შევფიქრობთ გასვლას, ასე შემდეგ. კარგით, ვნახოთ ახლა ჩვენ, ეს ადამიანი აქვს წეროთ, ხო, როგორია, ესე იგი. მისი ემოციური პოტენციალი, ემოციურად როგორი ტიპაჟი არის ეს ადამიანი, ინტელექტუალურად როგორი ტიპია, ეს თქვენი ახალი გაცნობილი, როგორი აქ მატერიალურად როგორ არის, ესეც ვიცი რა, შენს გინდა, კაი, მოდით აქა. კიდე სულიერად როგორი პოტენციალი, როგორ რანაირად ვითარდება, არ ვითარდება, საერთოდ რას ელოდება ეს ადამიანი ურთიერთობიდან. ერისთვის უნდა, ხო, ეს ურთიერთობა. თვითონ რა შეუძლია, რომ ამ ურთიერთობაში ჩადოს რა, მოგცეს. ვნახოთ მისი წარსული გამოცდილება. ეხლა რა ხდება მის პირად ცხოვრებაში. და ვნახოთ ახლა საერთოდ რა უნდა ელოდო ამ ურთიერთობიდან, სად მიდის. ნახოთ ახლა გამარჯვებული. შეიძლება იყოს ესეთი პიროვნება, რომელსაც მართლა ბევრი სირთულეები ჰქონდა ცხოვრებაში, მაგრამ გაიმარჯვა. ნახოთ. გუშინ გავაკეთე გაშლა, ეს გოგოს გავუკეთე და ისე მომეწონა ეს, რომ რა ვიცი, თან დიდი ხანი მინდოდა, უნდა მეყიდა და ვერ მოვიცალე და მაჩუქეს გუშინ ვალენტინობის დღეს ჩემოსწავლე. ნახოთ.
ოხრა მებრძოლე ბავშვებო. ძალიან ისეთი მებრძოლე ადამიანი არის, ძალიან ისეთი ადამიანი, რომელიც რა არის, ეს ბიჭი მუშაობს აი სულ წინ. ემოციებშიც როგორია იცი რომ აი აქ რას ვეთყობდი, ეს პიროვნება ეთყობა ისეთი ცხოვრება გამოვლილი, სადაც მაგას ანუ მოუწია ძალიან ხშირად ბრძოლა. აი როგორ არის იცით აი მზის ქვეშ ადგილზე რა, აი რუსულად ნათქვამი არის место под солнцем. ხო და ამიტომ ემოციურადაც არის როგორი ტიპაჟი, ისეთ რომ არ დათმობს თავისას, ანუ მებრძოლე არის ყველა ვარიანტში. ამაგას ისეთ როგორი მომენტი არის კიდე, ანუ აი რაც მისია არ დათმობს და ემოციურადაც შეიძლება თქვათ, ეხლა ისე შევიდეს რა და ისე შეგესპორება. მით უმეტეს მე ვფიქრობ კიდე აქ ესეთი მომენტი იქნება, რაც ეხება თქვათ მის საქმიანობას და რაც ეხება მის, ანუ ეს არის როგორი ენერგია, იცით, როცა ადამიანი არის აი რუსულად ნათქვამი არის დასტიგატор. ადამიანი რომელიც სულ ფიქრობს რომ აი რაღაცას უნდა მივაღწიო, რაღაცა უნდა გავაკეთო რა. არანაირი დაბრკოლება მე არ გამაჩერებს და ამიტომ აქ დიდ ემოციასაც დებს რა. ისეთი ტიპაჟი არის რომ პრინციპში ნუ ძალიან ისეთი რა ემოციურად რო გითხრათ აქტიური ტიპაჟია რა. ნუ კარგით, მოდით მე კიდე ვნახოთ, ახლა კიდე რას გვეტყვია, ინტელექტი როგორი აქ ამ ადამიანს ვნახოთ. ой, ნახეთ როგორი ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამიანი სხვათა შორის აი აქ ხო გვაქვს ჩვენ სულიერი პოტენციალი კითხვა, მაგრამ აქ უკვე გვეუბნებიან, რომ საერთოდ არის ძალიან დაკეს ლამპა აქ რაღაცა, აი ესე რომ გავაკეთოთ, რომ თქვენს დაინახოთ კარგად მე. ანუ ესე იგი აქ როგორ არის, ნახეთ, ინტელექტი კი როგორ არა, იმიტომ რომ აქ ადამიანი ვითარდება ყველა ვარიანტში. მაგას ძალიან აინტერესებს ბევრი რამე. შეიძლება რაღაცა ეს სულიერადაც ვითარდება, ანუ რაღაცა ფსიქოლოგიაზე შეიძლება აინტერესებს რა. მაგრამ ნახეთ როგორ საინტერესოდ ემოციები, ნახეთ, ანუ დუქს რა ემოციურად, მაგრამ ინტელექტუალურად შეიძლება ეს даже მე რას ვეთყოდი, იცით, აი უფრო საქმეში შეიძლება ეგეთი იყო, მაგრამ შენ როცა მაგასთან დაიწყებ თქვა თან საუბარს ან რაღაცა, ხო? ანუ აქ შეამჩნევ თქვენ რომ აი ესეთი დინჯი რაღაცნაირი, იმიტომ რომ ინტელექტუალურად სულ ვითარდება ეს ადამიანი, სულ, იმიტომ რომ შეიძლება ბევრი ტრანსფორმაციებიც აქ გადატანილი, ანუ ბევრი სირთულეები და ამიტომ ეს ადამიანი ანუ თავის თავთან ჰარმონიასაც ეძებს, შემიძლია გითხრათ რა, იმიტომ რომ სულ რაღაც აი ეგრევე შემიძლია გითხრათ, ადამიანი არის რთული ცხოვრებით რა. იმიტომ რომ ნუ როცა ასეთი მებრძოლი და მაგრამ მაინც ცდილობს მაქსიმალურად რომ რამე გაიგოს, რამე ისწავლოს, რამე, ანუ მაგარი პროცესი არის აქ რა. ნამდვილად მაგარი პროცესი მიდის, რომ ინტელექტუალურად კი ბატონო ძალიან ვითარდება, ნუ მით უფრო ახლა მახალი არ კანი არის რა. ნახოთ ახლა მატერიალურად როგორ არის მატერიალური პოტენციალი. სხვათა შორის ეს ადამიანი ნახეთ როგორი ტიპი ვერ აიტანს ტყვილებს. ანუ მატერიალურში ეგ არის, ანუ ადამიანი თუ დაუშვათ ამას აქ ბიზნესი ან რამე, ამას ყველაფერს აკეთებს ტყვილების გარეშე, ეგრე ნახეთ იუსტიცია და ანუ სამართლიანი არის რა. ანუ ესე იგი აქ ადამიანი даже ვეტყვი რომ ვერ აიტანს თქვათ ტყვილებს რა, არ მოიპარავს, არ მატერიალური პოტენციალი, ანუ პენტაკლების კი ბატონო მეფე რა. ანუ ადამიანი რომელიც თვითონ ქმნის ყველაფერს და ანუ მაგისტრის მთავარი რომ იყოს ყველაფერი გამჭვირვალე სამართლიანი, ანუ არ ტყვილების გარეშე რა. აი ეგეთი ადამიანი და ძალიან სხვათა შორის ბევრს სწავლობს. ამას მე არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება რამდენიმე დიპლომიც ჰქონდეთ, ან კურსები გამოვლილი, ნუ აქ არის ყოველ შემთხვევაში ადამიანი, რომელიც სულ სადღაც ეძებს ინფორმაციას, გაიგეთ, იმისთვის, რომ კიდე და კიდე გაუმჯობესოს თავისი მატერიალური
ეს რა ქვია, მდგომარეობა, იცით, ანუ სულ რაღაცას ეძებს, სულ და სულ სწავლობს, ასე რომ ვთქვათ, გაიგეთ, რომ აქ ასოთაშორის ახლა უკვე გითხარით და ეს ჩაგიწერთ თქვენ ვიდეოს ზუსტად ისეთ არკანებზე, სადაც აი სხვა და სხვა ინტერპრეტაცია აქვს ზოგს, მაგრამ ერთ გვერდულად კითხულობენ ზოგი და ამიტომ მეგანახავთ თქვენ მაგის სხვაობას. ანუ პოტენციალი ძალიან მაგარი, ხო, ადამიანი იზრდება, ადამიანი ვითარდება, ადამიანი სულ ცდილობს, რომ მიიღოს განათლება. Так, შემდეგი ვნახოთ ახლა ჩვენ სულიერი, ხო, თქვით, სულიერი პოტენციალი, ну, ეხლა ნახეთ, სულიერი პოტენციალი რა არის ახლა? ანუ აი კიდევაც ვთქვი ეს, ხო? ეს იმპერატორი, ნახეთ, ეს იმპერატორი არის და იმპერატორს ნახეთ უჭირავს აქ ხელში რაღაც. კი. იმის იცით როგორ არის? პრინციპში ამ ადამიანს აქვს თავისი აზრი. თავისი აზრი, ნახეთ, ყველაფერზე მე ხო გითხარით, აი აქ ინტელექტი და აქ არის იმპერატორი. ანუ ამ ადამიანს, ესე იგი, შეიძლება კონდეს, როგორ იცით, ანუ უცხო არ არის მაგისტრის, თქვათ, არც ფსიქოლოგიის სიტყვაზე და არც რელიგიას და არც სხვა მიმართულებები, მოდით ასე ვთქვათ რა, როგორ გითხრათ რა. იმიტომ რომ მაგრამ ნახეთ, მაინც ეს ესეთი ტიპია, რომ მაგას აქვს თავისი აზრი. თავისი აზრი, საერთოდ კი, ანუ იცით როგორ არის კიდე აი ასე ვეთყოდი, რომ პრინციპში აი როგორც გითხარით, მაგას აინტერესებს რა, ანუ რომ დაელაპარაკო, კი, აქ რაღაცა თავისი აზრი, მაგრამ რომ დაელაპარაკო სხვა და სხვა, აი თქვათ, რელიგიაზე თუნდაც ან მიმართულებაზე, თქვათ, მიიღებს, აინტერესებს. ანუ არ გეტყვის, რომ არ მაინტერესებს, მაგაზე ნუ მელაპარაკები. ანუ ამას აქ ინტერესი, გაიგეთ, აი თითქოს რომ მიმიღებულია ჩემთვის ისეც. რა, ანუ სულიერად ძალიან ისეთი, ну, ადამიანი, რომელიც და აქაც არის ესეთი მიმღები პიროვნება, რომ ამასთან შეგიძლია ელაპარაკო ნებისმიერ თემაზე, იმიტომ რომ მიგიღებს რა, ანუ გაგიგებს. და ამიტომ სასიამოვნოა მასთან საუბარი. გაიგეთ, რომ ეს არ არის ეს ტიპაჟი, რომელიც იმის მიუხედავად, რომ ამას აქვს თავისი აზრი, ეს ყველა ვარიანტში დაუშვებს იმას, რომ შენს გქონდეს შენი აზრი, მე მივიღებ შენს აზრსაც, გაიგეთ? ანუ აქ ადამიანი, რომელიც მაქსიმალურად სასიამოვნოა მაგასთან დამოკიდებულება, იმიტომ რომ არ აქვს აი ეს კატეგორიულობა, ხო? ხო არის, ნახეთ, მაგრამ აქ როგორ იმპერატორი ხმალების მეფე, მაგრამ არ ბილებს ძალიან თასების სამიანი, ხო? იმიტომ რომ კი აქვს თავისი აზრი, კი აქვს თავისი რაღაც დადგენილებები, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ მაინც მოგცემ შენს იმის არ დაგიწყებს შენ ახლა კამაც იმის გამო, რომ შენ თქვათ რაღაცა არ ამბობ ისე, როგორც ვთქვათ, მე ვფიქრობ, ხო? აქ უბრალოდ ხო გეუბნებით მაგის ემოციები, ყველაფერი მე ვფიქრობ, აი აქ მოდის სამსახურში. აი აქ კი მებრძოლიც იქნება და ძალიან ისეთი ტიპი, რომ არ დათმობს თავისას რა, ნუ ეს უფრო სამსახურებრივში მე მასე მომდეს ახლა. და რას ელოდება ურთიერთობიდან? არაფერსაც იცით რა, როგორ გითხრათ. ანუ თვითონ არ იცის ჯერ. აი მე даже ვეტყოდი, რომ ეს იმდენად არის მიმართული და თელია თავისი ემოციებს დებს ახლა მაგი თავის სამსახურში, რომ აი რო გითხრათ, რომ რას ელოდება ახლა ურთიერთობიდან, არაფერს არ ელოდება ისეც, რომ თქვა, ჯერ მაინტერესებს. გაიგეთ, კი. მაინტერესებს რა გამოვა, ინტერესი აქვს, გაიგეთ? ანუ რას მომიტანს მე ეს გაცნობა. რას მომიტანს, იმიტომ რომ იციან ჩემ მოსწავლეებმა, რომ ორიანი პენტაკლების ეს არის პაჟის ენერგია, ხო? პაჟი ჩვენ ვიცით პენტაკლების ყველაფერი აინტერესებს რა. ანუ მე რას მომიტანს, ჯერ აი ამას უყურებს, ხო? კარგით. რა, ну, მზად არის, რომ თქვათ, ახლა
ანუ თვითონ რა არის ესეთ, ხო, რას ელოდება კიდე ურთიერთობიდან. მიცადეთ. ნუ ხო გეუბნებით, აი ჯერჯერობით რო გითხრათ, აი ძალიან რაღაც აი ელოდება რომ კომფორტულად, ჯერ აი აქ სერიოზულობას ვერ ვხედავ რომ თქვა მაგან ახლა გაიცნო, შეგვიძლია მე ჩვენ გკითხოთ ახლა, ნახოთ რა, მაგრამ ნუ ჯერჯერობით ეს კითხვები იყოს და მე დავამატებ თუ არ დამავიწყდება რომ აი თქვენ როგორ გხედავთ კი ბატონო. იმიტომ რომ ჯერჯერობით აქ მაჩვენებს რომ ისეც არაფერს, უბრალოდ სიამოვნებს, აი თითქოს აი კარგად ვარ, მომწონს, გაიგეთ. და თვითონ რას მზად არის ამორთი? ნუ სხვათა შორის ნახეთ ახლა მზად არის, აი ბევრ რამეზე იცით რა. თუ დაუშვოთ ეს ადამიანი, ნუ გააჩნიეთ თქვენ რაზე, აქ ძალიან ინტელექტუალურად სხვათა შორის განვითარებული პიროვნება არის და მაგასთან სასიამოვნოა საუბარი, შეიძლება რამე ცოდნაც აქვს ამ ადამიანს, გაიგეთ, ამიტომ მაგას აი მაგს რა აქვს, იცი, ანუ რაც მე მაგ მოგცემ შენს. გაიგეთ, აი ეგეთი რაღაცა რა. ხო სწორედ გავიგეთ ჩვენ. აქ როგორი მომენტი არის, იცით, რომ პრინციპში აი ახლა ეს ადამიანი ახლა არ ვერ გეტყვით რომ აი რაც გითხარით ის წინა ეს პლუს კიდე აქ უნდა გაიგოს მაგან ჯერ, ნახეთ, რამდენადაც არის ჩემთვის ეს ურთიერთობა თქვათ მნიშვნელოვანი და ძვირფასი. მაგრამ პრინციპში არის ისეთი პიროვნება, რომელსაც შეუძლია რომ ურთიერთობაში ანუ შენი სურვილები აგისრულოს. შეუძლია, მაგრამ უნდა იცოდეს რომ აი როგორ არის, იცით, აი ძალიან ანგარიშიანი ტიპაჟი არის, მაგრამ ცუდი გაგებით არა. აქ ადამიანი იცავს ასევე ტყოდი ბალანსს. რამდენადაც შენ მისცემ მაგას, თქვათ, ყურადღებას, თქვათ, სიყვარულს და ასე იმდენსაც მოგცემს ეგას შენ, იმიტომ რომ შეიძლება აქვს მაგას უკვე ისეთი გამოცდილება, რომ ნუ აი ნახოთ რა, ნახოთ ჩვენ მაგის გამოცდილება. კი ბატონო, მაგას აქ მაგამ პატარა გამოცდილება აქვს, რო გითხრათ აქ რაღაცა სერიოზული გამოცდილება ქონდა, ვერ გეტყვით რა, იმიტომ რომ ეგ შეიძლება როგორ არის, იცით, აი თუ ურთიერთობაში შედის, ალბათ აი ნახეთ თავისი სიამოვნებისთვის, მაგალითად თქვათ ცოლი, შვილი, არა, ხო გითხარით. თავისი სიამოვნებისთვის თუ ყავს, აი უბრალოდ აი აქ ადამიანს ნახეთ, მე გეტყვით რომ ეს მიმართული არის თავის საქმეზე, მაგას აქ არანაირად, აი რო გითხრათ ოჯახი ყავდა ან რამე, არა, გოგოებო არ გამოვრიცხავ რომ ეს ადამიანი არის კიდე როგორ იცით თქვენზე პატარა, არ გამოვრიცხავ ყოველთვის არა, მაგრამ კი, იმიტომ რომ აი არის იცით როგორ აი ნიპაგადამ უმნე რა, ანუ შეიძლება პატარა, მაგრამ ძალიან ან თავის წლოვანებასთან შედარებით ჭკვიანი. და იმიტომ ეს არის კარიერისტი ტიპაჟი. ეხლა ამ წუთში ყოველ შემთხვევაში მაგისი ყველანაირი ნახეთ ენერგიები ყველაფერი არის მიმართული საქმეზე. ანუ უფრო როგორი ის არის, ესე რა ქვია, არც მეც მოგცემს და არც ნაკლებს, ანუ რამდენსაც შენ მისცემ ბალანსი. მაგრამ აი ეს არის მაგისი გამოცდილება, ნუ აი თავისი სიამოვნების ტიპი, თუ თქვათ ქონდა შეხვედრები, მხოლოდ სიამოვნების, მხოლოდ თქვათ ახლა აი ეგეთი რაღაც მომენტი. და ეხლა რა ხდება მის ეხლა. ნუ ეხლა არის ქალი, რომელიც მაგას მოსწონს, ძალიან მოსწონს და ნუ კი ეხლა აი მოდით ვკითხოთ ეხლა ეს ქალი თქვენ ხართ თუ სხვა ვინმე? იმიტომ რომ ეგრევე გვაჩვენებს რომ ეხლა კი მყავსო. კი, გოგოებო, ეს ხარ თქვენ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს რა აღებული, რომ გაცნობა არის ან ინტერნეტში,
ან სადღაც გზაზე, ნუ სადღაც არის, ხო? ნუ ვინც ეხლა შეხვდა, ანუ თითქოს სამყარომ გამომიგზავნა მისი თავი. გაიგეთ რა ხდება, სამყარომ გამომიგზავნა მისი თავი და ამიტომ გეუბნებით, აქ სხვაობა უეჭველი იქნება. ეს ადამიანი არის, როგორ იცით, ვარიანტებს გეუბნებით. პირველი, ინტერნეტი კი. სადღაც ტრანსპორტში, სადღაც შეიძლება გაიცანით ეს ადამიანი გზაში, შეიძლება, ანუ უცხოეთში თქვათ, გადახვედით და იქ ეს ადამიანი თქვათ გაეცანით, ხო? მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს თქვენ ხართ უეჭველი, იმიტომ რომ ინტერნეტ სივრცე ყველა ვარიანტში, ხო ვთქვით, ჩვენ მაგით დავიწყეთ რა. და აი ეხლა მის ცხოვრებაში, ანუ თუ ქონდა რამე არასერიოზული, მოდით ასე ვთქვათ, ხო? ნუ რაღაცა ვიღაცები ყავდა თქვა და მაგრამ აი სერიოზული არ ქონდა ამ ადამიანს, უბრალოდ თავისი სიამოვნებისთვის, დროს ტარებისთვის, თქვა სადღაც ყავდა ვიღაცები, მაგრამ იმიტომ რომ აქ ადამიანი ხო გეუბნებით, თითქოს ჯერ თავის ცხოვრებას ქმნის. ნუ ნახოთ ახლა ჩვენ მაშინ იცით როგორ არის, მინდა კიდე ვკითხო, ნუ თუმცა უკვე მაჩვენა რა ისედაც რომ თქვენ ხართ რა. თან სხვათაშორის ამას უნდა თქვენთან ურთიერთობა, ანუ უნდა თქვენთან თუნდაც მიმოწერა შეიძლება даже შეხვედრაც უნდა. იმიტომ რომ თასების დედოფალი, მეტი რაღა უნდა ვკითხოთ, ქალი რომელიც მე მსიამოვნებს, ქალი რომელიც მე ჩემთვის აი კარგად ვგრძნობ თავს ამ ქალთან, თუნდაც მარტო მიმოწერები გქონდათ, გაიგეთ? კარგით, ნუ ვნახოთ, დაბა რას უნდა ელოდო ამ ურთიერთობიდან ბავშვები, სიყვარულის ნახეთ. აქ არის სიყვარული. ახალი დაწყებული რაღაცა ისტორია, სასიყვარულო. ნახეთ რა მაგარია. ახალი ისტორია, ახალი სასიყვარულო ისტორია, შეხედეთ. ახალი სასიყვარულო ისტორია მიდის, კი ბატონო, რომელიც იქნება სასიამოვნო. და даже შემიძლია გითხრათ, რომ შეიძლება თქვენ თქვათ, რომ აი ასეთი ნამდვილად ჯერ არ მქონდა, ну, ესეთი ურთიერთობა რა. მიმოწერები, სასიამოვნო, შეიძლება მიმოწერები იყოს, ანუ რაღაცა საუბრები ყველა ვარიანტში იქნება აქ, მაგრამ აქ არის ახალი დაწყებული, ნახეთ ეგრევე გვაჩვენებენ, ახალი დაწყებული თემა არის და მაგრამ სად მიდიხარ თქვენ, ანუ სხვათა შორის ეს რას ნიშნავს გახდა. აქ ისეთ როგორი მომენტი არის, აი თუ დაუშვათ თქვენ იყავით შებოჭილი თუ რამის სიმძი, აი ეს ადამიანი ნახეთ, ანუ თითქოს როგორ არის, აი მკურნავებით არის რა. თუ დაუშვათ რაში გადაიზრდება, აი თქვათ ეს ურთიერთობა, აი წამიგეთქვით. აი უძლიერესი ურთიერთობა იქნება, აი აქ, იცით, უძლიერესი, მაგრამ ხო გეუბნებით, აი ეს ადამიანი თითქოს გამოჩნდება ისეთ დროს, როცა თქვენ გქონდათ ან სირთულეები, ან დაუშვათ გამოსვლა გინდათ რაღაცა, აი თითქოს გამოგზავნილია სპეციალურად თქვენთან, რომ რთული სიტუაციებში დაგეხმაროს, თუნდაც თავისი საუბრი, თავისი ხმა აქვს ამას სხვათა შორის ძალიან სასიამოვნო, ხო? აი რაღაცა სიტყვით, ხმით, თავისი თემბრი ძალიან ლამაზი სხვათა შორის, აი თემბრი აქვს ამ ადამიანზე, თვითონ ძალიან სასიამოვნო პიროვნება და იცით რა არის, მე მაგალითად ვეტყოდი, რომ აი ეს ბიჭი ჯერ სწავლობს საერთოდ ამ სიყვარულს, არა აქვს მაგას ისეთი გამოცდილება, თუნდაც აი ხო გეუბნები, ყავდა მაგას ვიღაცე, მაგრამ აი ისე რომ თქვათ, რო თქვას, რომ აი სერიოზულად ვიღაცა მიყვარდა, მე არ ამგონია აქვს. просто თავისი სულის, ну თქვათ, ახლა ისე ყავდა, ახლა ხო და აი აქ ძლიერი რისკის, ანუ გეუბნებით ძლიერი რაღაცა ურთიერთობა შეიძლება გადაიზარდოს სიძლიერეში, როცა ანუ არ წყდება აქ ურთიერთობა, არა, მაგრამ აი თითქოს შეგრძნება ისეთი არის, რომ ადამიანები ერთმანეთს როცა იქნებიან საჭირო, ერთმანეთს მისცემენ მხარდაჭერას რა, აი ეგეთი მომენტი, მაგრამ აქ კიდე ეხლა ეს ახალი ეტაპი არის, აქ მართლა ძალიან ახალი ეტაპია და შეიძლება ჯერჯერობით იქნება ეს ყველაფერი აი ასე მიმოწერეთ რა. და მერე დროთა დრო შეიძლება ხო, აი გეუბნები, უფრო და უფრო
იქნება, ანუ მსუბუქი, იცით როგორ გითხრათ, ანუ როცა ადამიანებს, როცა დაჭირდებათ ერთმანეთს, თქვათ, მიმოწერა, აი ეგეთი შეხვედრა, იქნება თუ არა შეხვედრა. კი, შეიძლება იყოს შეხვედრაც, მაგრამ როდის? აჰა, აქ შეხვედრა იქნება მაშინ, როცა თქვენ მოინდომებთ. იმიტომ რომ ეს ურთიერთობა, იცით ბავშვებო? შეხვედრა კი ერთ ენერგიაში კი ხართ თქვენ აქა. იცით რა არის, რატომღაც ასე მოდის ესეთი ინფორმაცია, რომ აქ შეხვედრა იქნება მაშინ, როცა თქვენ მოგინდებათ ეს გოგოს, მაგრამ იცით როგორ არ მიეჯაჭვოთ, ძალიან გთხოვთ მაგას. როგორი მე არ გეტკინოთ, უბრალოდ თქვენ აი სახე უნდა გეჭიროს, რო იტყვიან, ხო ხდებით რა? სახე უნდა გეჭიროთ. ეს მართლა მონათესავი სული მოვიდა თქვენთან. მონათესავი სული, რომელიც გჭირდებათ თქვენ, ანუ მოდით ასე გითხრათ. ეხლა იმ დრო ძალიან ღრმას მაჩვენებს, ეხლა ეს და გეტყვით, ეხლა ზოგისთვის იქნება ეს, რომ შეხვედრა კი იქნება, მაშინ როცა თქვათ მოგინდებათ, მაგრამ ნუ გაქვთ, აი ეხლა თუ სულ ახალია, ნუ დაიწყებთ ის, რომ აი მაგაზე ფიქრი, რომ იმიტომ რომ აქ არის უფრო ადამიანის ხარ ამისთვის რა. ეს მიმოწერა შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და ესა იქნება, როგორ იცით, ანუ თქვენთვის არის რაღაცა ახალი ეტაპი რა, ანუ რაღაცას გაიგებთ. თითქოს даже როგორ გითხრათ, აი თქვენ ფას გაიგებთ, თქვენ თავზე შეხედებთ სხვანაირად რა, ანუ თითქოს ეს თვით შეფასება სხვანაირი გექნებათ რა. იმიტომ რომ აქ რაღაცნაირად даже რატომღაც ვფიქრობ, რომ ეს მიგეჯაჭვებათ ძალიან. აი ამას აქ даже გოგო კი არა, ბიჭი. ძალიან ეჯაჭვება რა. ბიჭის და вообще ძალიან ძვირფასი ხდებით მაგისტრის და რატომღაც აი მაგისტრის იქნება რთული, გაიგეთ? იმდენად მიგეჩვევათ ეს ბიჭი, რომ უკვე აი თვითონაც ვერ შეძლებს, რომ ანუ თქვენთან რო არ კონდეს რა მიმოწერები და რაღაცები და მე უკვე არის ყველაფერი ბედის ამბავი, რო ვიტყვიან, გაიგეთ? ახლა მოდი ჩვენ ახლა წინასწარ არ დავიწყოთ ამაზე ახლა ლაპარაკი, მაგრამ აი ის რო თქვათ ახლა რომ რამე ჯერ იმედებს და რამეს ნომყარებთ, ხო, მაგრამ მოდით ასე ამაზე დავჯერდებით, რომ მიმოწერები, ძალიან სასიამოვნო საუბრები, ეს კი ბატონო გექნებათ და მნიშვნელოვანი არის ადამიანი თქვენ ცხოვრებაში. ну ჯერჯერობით ასე დავტოვოთ, ხო, მოდით ახლა მე არ მიყვარს ესეთი ისინი, მოდი ავა, ახლა ესეთი ტაროსგან თუ გინდა შენ ზუსტი პასუხი, მაქსიმუმ წელიწადზე უნდა ნახო, ხო? ეხლა მე არ დაგიწყებ თქვენ ახლა აქ რო ზოგი შეიძლება ცოლად შეიძლება, მაგრამ არა ჯერჯერობით არ გვინდა ჩვენ ასეთი რამეები. უბრალოდ აი მიმოწერები, საუბრები, შეხვედრები თუ ხართ უკვე, ანუ აქ იცით რა არის, ეს ადამიანი გეჯაჭვებათ ძალიან ნელ-ნელა. აი ეს აქ даже მე უფრო ვხედავ მაგის პრობლემას. ვიდრე თქვენსას, გაიგეთ, იმიტომ ძალიან ჭკვიანი გოგო ხარ თქვენ და მიმზიდველი გოგო ხართ და მაგრამ აქ უეჭველი ვიღაცას ეს ბიჭი მოვა იმისთვის, რომ აი გახსნას თქვენში კიდე უფრო ყურუმი, ნახეთ ისე ყურუმი რა, რაღაცა ცოდნა. კი. უჭკვიანესი გოგო ხართ და აი ეს თქვენი სიჭკვიანი, თქვენი თვითქმარობა, ხო? ისეთი არის, რომ ანუ ხო რა, დააფიქრებინებს მაგ ბიჭს, რომ თქვენთან აი ნახეთ რა ხოლმე ცეცხლიდან ავც გამოიწვევთ მაგაში. სიყვარული და ვაფშე მაგას მე მოუნდება შეხვედრას და ყველაფერი, просто აცადეთ.
აბსადეთ ამ ადამიანს. სულ ჩემო სიხარულება, მე მგონი ოდეში საინტერესო იყო გაშლა. კიდე მოусმინეთ. რო უფრო და უფრო გაიგოთ, ძალიან ლამაზი დასტა, ხო, ძალიან მაგრად აი სიამოვნებს, აი რაღაც სასწაული რა. სასწაული დასტა. всё გაგოცეთ ჩემო ლამაზებო, ბევრი.